Saba buodze შემოგვერდება ჩვენ ახლა თბილისის საკრებულოს წევრი საღამშვიდობისა საბა. Მადლობა ჩართვისთვის და მადლობა ინფორმაციისთვის, რომელიც დღეს თქვენგან მივიღეთ. ჩვენ უკვე რამდენიმე დღეა ჩვენი საგამოძიებო ჯგუფი შაბათის ფორმულა ამბობს, რომ ნოშევან ამორაძეს აქვს პრობლემები მოქმედ არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან, რომლის კარზე მოქმედი ბიზნესმენიც ის იყო მთელი ამ წლების განმავლობაში და საკმაოდ პრივილეგირებული შესაბამისად და რომ ის თითქოს და უკვე წასულია ქვეყნიდან ჩვენს კოლეგებს ჰქონდათ ამაზე ესეთი დეტალური უტყუარი ინფორმაცია ჩვენ თავის დროზე დაახლოებით 2 დღის წინ ითქვა ეს და მანამდეც ჩვენი ჟურნალისტები ბუნებრივია ცდილობდნენ ამორაძესთან კონტაქტს მაგრამ ისე მოხდა რომ იმ მომენტში ჩემი აზრით მას სათქმელი არაფერი ჰქონდა მხოლოდ დღეს გამოეხმაურა ფორმულას მისი კომპანია და თქვა რომ 2 დღეში ის უკან დაბრუნდება პარალელურად თქვენ ავრცელებთ ინფორმაციას რომლიდანაც ახლა ჩვენმა აუდიტორიამ შეიტყო რა ხდება ამ კონკრეტული ბიზნესმენის ირგვლივ რადასკვნების გაკეთების საფუძველი გვაქვს მით უმეტეს იმ ფონზე როდესაც დღეს ახლა კობახიძეცაც ჰქონდა უკვე ამ თემაზე კომენტარი თან ახლობელია თან არის ის სად არის როდის წავიდა ჩამოვა მოკლედ თან მეგობრები არიან თან არის ის მოკლედ რა მარშრუტით მოძრაობს და რატომ მოძრაობს უფრო სწორად რა კონკრეტიკა შეგიძლიათ შევმატოთ ამ საკითხს როგორც ერთი ბიზნესმენის საკითხს და პლუს საკითხს ჩვენი ინტერესის სფეროსი ვინაიდან ის არის და იყო ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირი იცით მე ნამდვილად ვერაფერს ვერ გეტყვით ნინო ვერავის მოგზაურობაზე მე ეს ადამიანს თვალით არ მყავს ნანახი ჩემი პრობლემა დაკავშირებული არის ამ პროექტთან და იმ პრობლემებთან, რომელიც ამ პროექტებიდან გაუმდინარეობს. ეს პროექტი იყო და არის ძალიან პრობლემური ჩვენი ქალაქისთვის 260 მეტრის სიმაღლის და ათეულობით 1000 თუ არა ასეულობით 1000 კვადრატული მეტრის ფართობის პროექტის მშენებლობა ქალაქის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და პრობლემურ ადგილზე ეს არის თბილისის და თბილისელების პრობლემა და ეს პრობლემა გამომდინარეობს არა იქიდან რომ ზოგადად ასეთი პოლიტიკაა, არამედ ეს პრობლემები გამომდინარეობს იქიდან რომ ასეთი პროექტების განვითარების უფლებას აძლევენ იმ ხალხს, რომელსაც რაღაც განსაკუთრებული ურთიერთობები ან ჰქონდა ან აქვს. მე ნამდვილად არ ვიცი ის ურთიერთობების დინამიკა, რომელიც სხვადასხვა ადამიანებთან და ამ ხელისუფლებას შორის არსებობს, მაგრამ ერთი რამე ნამდვილად შემიძლია გითხრათ, რომ სანამ კახა კალაძე არის ამ მართველი პარტიის მერობის კანდიდატი და ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავარი სახე, იქამდე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე საუბარი კობახიძის და მდინარაძის მხრიდან არის უბრალოდ საზოგადოების მოტყუება და დაცინვა, იმიტომ რომ მე შემიძლია გითხრათ, რომ დღესაც ამ საკრებულოში იქნა მიღებული თბილისელების და ჩვენი ქვეყნის და ქალაქის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებები, მაგალითისათვის კალაძესთან ასევე დაახლოებული ბიზნეს ჯგუფი, ვისო ჯგუფი, რომელსაც ხაკაძეები, ბიზნესმენი ხაკაძეები წარმოადგენენ, მიიღო მარშალ გელოვანის გამზირზე ასევე უდიდესი პროექტის განვითარების უფლება იქ სადაც მუდმივად საცობია, იქ სადაც მუდმივად პრობლემაა, იქ სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხაზების განვითარება ვერ ხდება წესიერად, იმიტომ რომ პრობლემური მონაკვეთია, ახლა 40000 კვადრატული მეტრი უნდა ააშენოს ამ ბიზნეს ჯგუფმა, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული კალაძესთან და ივანიშვილმა. მათ იყიდეს თუ გახსოვთ საბოლოო მესაკუთრეები ისინი აღმოჩნდნენ ივანიშვილის მიერ პირადად გაყიდული იპოდრომისა, სადაც უნდა აშენდეს 9 მილიონი კვადრატული მეტრი თითქმის იქ სადაც არის ტყე და ხალხი დადის და ისვენებს და ბავშვები დაყავს და ერთ-ერთი უკანასკნელი მწვანე სივრცე არის და სანამ ესეთი რაღაცები ხდება ჩვენ გვესაუბრებიან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და ეს არის ლეგალიზებული რაღაცა ფსევდო სამართლებრივ ჩარჩოში მოქცეული კრიმინალი, იმიტომ რომ ასეთი პროექტების განვითარება ჩვენ ცხოვრებას ამ ქალაქში გახდის გაუსაძლის და ხდის გაუსაძლის და გველაპარაკებიან იმაზე რომ ვიღაცა კორუფციას ებრძვის მაშინ როცა სინამდვილეში ეს არის გამარჯვებული კლანის შურისძიება დამარცხებულ პოლიტიკურ კლანზე აი ამ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაში და არავის არ ჯერა ეს აი აქ კითხვა მქონდა უბრალოდ როცა კოეფიციენტის შეზღუდვაზეა საუბარი მით უმეტეს აი ფონზე ხომ ვისოილ ჯგუფის ახალ
პროექტზე ახლა თქვენ თვითონ გვიამბეთ, ანუ ახალი რაც ცუდი არ არის, ახალი პროექტები ყოველთვის კარგია, თუმცა ახლა აქ იმაზეა საუბარი, რა ზიანს აყენებს ის და რამდენად გააზრებულია სხვადასხვა პარამეტრით. აი კოეფიციენტის შეზღუდვა უკვე ნიშნავს თუ არა იმას. არის კარგი, განვითარება არის კარგი, მაგრამ არასწორ ადგილზე, არასწორი შენობის აშენების ფასს გადაიხდის ამ ქალაქში მცხოვრები და ამ ქალაქის სტუმარი თითოეული ადამიანი. ეს უბრალოდ იმიტომ დავამატე, რომ აქ პროექტების განვითარების წინააღმდეგი არავინ არის. ბუნებრივია, მაგრამ არსებობს ამ ქალაქის გეგმა, არსებობს ქალაქ გეგმარებითი და სამშენებლო პრინციპები, რომელთა სრული უგულებელყოფითაც ხდება ამ პროექტების განვითარება. მე გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით ამას, ნინო. რაც შეეხება ეს კოეფიციენტს, რომ უზღუდავ უკვე გაცემულს, ხომ? აქ უკვე რა შეგვიძლია ჩვენ ამის მიღმა ვივარაუდოთ. აი ამას ამ საკითხზე თუ წამომყვებით მსჯელობაში გასაგებია, რომ მარშრუტები ახლა რთული დასადგენია, რომელიც თვითმფრინავით მიფრინავს და მოხდინავს. ხო, რა შეიძლება ნიშნავდეს უკვე გაცემული ნებართვის უკან წამორთმევა, ხო, წართმევა, ხომ, რაღაც ასეთი ხდება. ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ შეიცვალა პოლიტიკური ნება და პოლიტიკური ნების საპირისპიროდ ვეღარ ხდება ამ პროექტის არსებული ფორმით დამტკიცება. შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ის რამდენიმე მილიონი, რომელიც ამ კოეფიციენტის ყიდვისთვის იყო გადასახდელი მუნიციპალურ ბიუჯეტში, არა აქვს დეველოპერს და ვერ აკეთებს, ან ასევე ამ პროექტთან მიმართებაში შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ის ფული, რომელიც უნდა გადაეხადა, სხვა ფორმით დაუკომპენსირეს და გაგრძელდა კიდე პრეფერენციების მიცემა. ანუ აი ამ სამიდან ერთ-ერთი ვერსია შეიძლება იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის რაღაცა არა გაუმჭვირვალე გარიგებები, ნებისმიერი ვერსია, რაც ახლა თქვენ ჩამოგვითვალეთ, რაც საბოლოო ჯამში მაინც იმ მეთოდში, იმ კალაპოტში დგება, რასაც კორუფცია ეწოდება დიდ სურათში. ნახეთ რა მოხდა ნინო, მესამე ვარიანტში შეიძლება თქვენ იცით რომ სპორტის უნივერსიტეტი სახელმწიფომ გაყიდა ვალდებულებებით ეს ტერიტორია, რომ ამ დეველოპერს უნდა აეშენებინა ამავე ტერიტორიაზე სპორტის უნივერსიტეტის ახალი შენობა და კომპლექსი. შემდეგ გაირკვა რომ ეს ვალდებულება შეიცვალა და ამ კომპლექსის მშენებლობა ქალაქის ცენტრში კი აღარ მოხდება, მოხდება დიღმის ჭალების ტერიტორიაზე, ქალაქის პერიფერიულ ნაწილში, რაც ასევე არის ცვლილება და ამ დეველოპერს მიეცა აი ამ ცვლილების მიღების შესაძლებლობა და ის რომ კოეფიციენტის ყიდვის საჭიროება აღარ უდგას, ნიშნავს იმას, რომ შეიძლება დაბალანსებულიყო. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის გაუმჭვირვალე გადაწყვეტილება, ნებისმიერ შემთხვევაში ამ პროექტის განვითარება არის ჩვენი ქალაქის საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილება და ნებისმიერ შემთხვევაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ქართული ოცნების მხრიდან არის უბრალოდ საზოგადოების მოტყუება, საკუთარი ამომრჩევლის მოტყუება, მათ შორის რომელსაც ისეთ მასშტაბებს მიაღწია კორუფციამ, რომ აი ქართული ოცნების ამომრჩეველსაც კი აღარ აქვს არგუმენტი, რას დაუპირისპირებს ამას, იმიტომ რომ გეოპოლიტიკის და სხვადასხვა გლობალური საკითხების მიღმა აუხსნელი არის, რატომ იპარავენ ეს ადამიანები ჩვენს ფულს, რატომ დიდრდებიან ჩვენს თვალწინ და ჩვენი ფულით და რატომ არ ხდება ამაზე სათანადო რეაგირება და ის რომ არ ხდება სათანადო რეაგირება, თუნდაც დასტურდება იმით, რომ ამ ნებართვის ერთ-ერთი გამცემი ირაკლი ხმალაძე, რომელიც ვიცემერი იყო, დღეს არის იუსტიციის მინისტრის მოადგილე და თბილ საპენსიო თანამდებობაზე არის. კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატი არის უკვე მესამეჯერ და არაფერი არ მიმართულებით არ ხდება. არც საკანონმდებლო ცვლილებები, არც შინაარსობრივი ცვლილებები, არაფერი. გრძელდება ჩვენი ქალაქის გაუბედურების და ჩვენი გაუბედურების ხარჯზე ფულის კეთება ქართული ოცნების მხრიდან, რისი მაგალითებიც არის ეს მშენებლობები. გვადლობთ, საბა ბუაძე საუბრობდა ჩვენს ეთერში, თბილისის საკრებულოს წევრი.